მოგესალმებით. დღეს არ შეიძლება რომ ეს კითხვა პასუხები ისე დავიწყო რომ არ შევეხმიანო იმას რაც დღეს გავიგეთ ვახოსანაიას დაპატიმრება 14 დღით Facebook პოსტით, სადაც თვითონ არაფერს რეალურად არ ამბობს და რეალურად მხოლოდ იმას მიუთითებს ხალხს, რომ თქვენ არ გამოიყენოთ ეს სიტყვებიო. ძალიან ირონიული არის, რომ არ იყოს ეს ტრაგიკული, იმიტომ რომ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ დღეს არის პაოლო იაშვილის თვითმკვლელობის დღე და ეს არის ის დღე, როცა მწერალთა სახლში შეიკრიბენ და იქიდან გამოვიდა და თავი მოიკლა პაოლო იაშვილმა და შეიკრიბენ რატომ? იმიტომ რომ აბრალებდნენ ბელიაშვილს იმას, რომ სტალინზე თურმე რაღაცა თქვა და სთხოვდნენ მას, რომ სთხოვდნენ აღიარებას მისგან და თვითონ არ აღიარებდა, არაფერი არ მithქვამსო და ამაზე ეს იყო ალბათ ის ბოლო წვეთი, რომელზედაც მისცა პაოლომ რეაქცია. მწერალთა სახლში აქვე ორ ნაბიჯზე 37 წელი არის და დღეს ვინ იფიქრებდა, რომ საქართველოში 2026 წელს ასეთი რამე ჟურნალისტი იქნებოდა დაკავებული, იმიტომ რომ Facebook პოსტში არაფერი რეალურად არ უთქვამს, არანაირი შეურაცხყოფა მისგან უშუალოდ არ არის და რომც იყოს ეს არის თავისუფალი გამოხატულება თავისი პირადი გრძნობების, რაც არის პირდაპირ დაცული ჩვენი კონსტიტუციით და ყველა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციით. სადავართ დღეს, ეს არის მთავარი კითხვა და მე მინდა ცხადი არის ჩემი სოლიდარობა გამოუხატო ვახოსანაიას და საერთოდ ყველა იმ ჟურნალისტს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს იბრძვის და იცავს სიტყვის თავისუფლებას და გამოხატვის თავისუფლებას. TikTok-ზე გვიწერენ, როგორ უყვარხართ ჩვენს მაყურებლებს. მადლობა. ლიკა ნადირაძე გვეკითხება, საკუთარ ხალხთან ბრძოლისა და მათი დამორჩილების იარაღად ხელისუფლება უფრო და უფრო ხშირად იყენებს პროპაგანდას. რუსული მეთოდებით ცდილობს მოატყუოს ხალხი. როგორ ფიქრობთ, მედიამ ხომარ უნდა გააძლიეროს ამ კუთხით მუშაობა, რათა ამხილოს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელი ყველა ტყუილში? ცხადია, ეს არის დღევანდელი ბრძოლა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა თავისუფალ ქვეყანაში, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ეს რუსული პროპაგანდა მხოლოდ ჩვენთან კი არ არის გავრცელებული, არამედ ძალიან ბევრ დასავლეთის ქვეყანაში მუშაობენ ძალიან მაგრად იმისთვის, რომ გავრცელონ თავიანთი პროპაგანდის თემები, რომ ვითომც დასავლეთში ადამიანის ღირებულებები არ არის დაცული, ვიცომაც ყველა გაყრყვინილი არის არა ისე როგორც აქ ვხედავთ ჩვენ ელიტაში და ეს არის პროპაგანდა პირდაპირ, რომ ეს ქვეყნები არიან ათეისტები და არიცავენ რელიგიურ ღირებულებებს, როცა რეალურად ჩვენ ვხედავთ როგორი ეკლესია არის რუსული ეკლესია და რომ რუსეთის პატრიარქი პირდაპირ ომს იცავს და აკურთხებს იმ ბომბებს, რომელიც არის მიმართული უკრაინის ხალხის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ეს პროპაგანდა არის დღეს უკვე მსოფლიოში გავრცელებული პროპაგანდა და ძალიან ბევრი ქვეყანა სწორედ ცდილობს, რომ რადგანაც გავრცელებული არის ეს სოციალური ქსელები და ეს კიდევ უფრო ერთგვარად აადვილებს ამ პროპაგანდის გავრცელებას, საჭირო არის, რომ ერთობლივი დაცვა მოიფიქრონ ამ პროპაგანდის წინააღმდეგ და ჩვენთანაც ძალიან მწვავედ დგას ეს საკითხი, ჩვენი მედია არის ძალიან რთულ პირობებში, ამიტომ საჭირო არის, რომ კიდევ უფრო მათ მხარი დავუჭიროთ და ვეცადოთ, რომ ერთობლივად ეს იქნება სოციალური ქსელები თუ მედია წყაროები, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვახილოთ ის, რაც არის fake news-ები,
და ყველანაირად ფაქტებით დავადასტუროთ ეს ყველაფერი. ეს არის ჩვენი ყველასი ადამიანების, მოქალაქეების თვითდაცვის აუცილებლობა დღევანდელ დღეს. ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ რამდენად ეფექტურად იყენებს საქართველოს დიპლომატია ევროკავშირთან ერთად შანსს, რომ სირიამ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება გააუქმოს? საქართველოს არაფერს არ იყენებს დღევანდელ დღეს. ჯერთი ჩვენი დიპლომატია სად არის და რას აკეთებს, თუნდაც იმ ერთ თემაზე, რომელიც იყო არაღიარების პოლიტიკა. დღეს ევროკავშირი და ევროკავშირის რამოდენიმე ქვეყანა იცავს ამ საკითხს და მოითხოვს სირიისგან, რომ გადახედოს მის მიერ აღიარებული ოკუპირებული ტერიტორიები. ეს არის ის ევროკავშირი, რომელსაც ქართული ოცნება აბრალებს, რომ თურმე ჩვენ სუვერენიტეტს არ იცავს და უფრო ალბათ რუსეთი იცავს. ოკუპაცია რუსეთისგან იმისთვის არის, რომ ჩვენი სუვერენიტეტი დაიცვას. ალბათ ასე ხედავენ ამ სიტუაციას, მაგრამ გავიმეორებ, ევროკავშირი იცავს ჩვენ სუვერენიტეტს არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ მაგალითად, სწორედ ამ შემთხვევაში, როცა ითხოვს სირიის ახალ ხელისუფლებისგან, რომ უარყოს იმ აღიარებას, რომელიც მოხდა წინა წლებში ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისა. დაბრუნდებით აფხაზეთში, გაკითხები. ყველა ვცხოვრობთ იმ ხედვით და იმ არა მხოლოდ იმედით, მინდა ვთქვა, იმ რწმენით, რომ ჩვენ დაბრუნდებით აფხაზეთში. აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ ტერიტორიაზე და ტერიტორიაში დაბრუნებაზე. აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ჩვენ უნდა მოვნახოთ ყველა ის გზა და საშუალება, რომ ჩვენ დავიწყოთ ხელახლა ერთობლივი ცხოვრება იმ მოქალაქეებთან, რომლებიც დღეს იქ ცხოვრობენ და დავაბრუნოთ არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც იქ ადრე ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთობლივი გზა მოვნახოთ ევროკავშირთან ურთიერთობების და განვითარების ერთობლივი გზა. ნანიკო კარია შეკითხვა, თუ დაუშვებთ იმას, რომ Deep State-ს მართლაც სურდა საქართველოს ომში ჩართვა. მაშინ რატომ გააგრძელებს ევროკავშირი და ამერიკა საქართველოს უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას? ეს ხომ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების ეს აცდენილი ნარატივები, თუმცა სამწუხაროა, რომ ხალხის ნაწილს მაინც სჯერა ამის. აღარ ვიცი მე ვის ჯერა და ვის არ ჯერა. ამ Deep State-ის მე მგონი არავის ნამდვილად. ერთი ფაქტი არის, რომ იმ პროპაგანდამ, რომელიც ომზე იყო აწყობილი, ომის შიშზე, რომელიც ღრმად არის ჩაბუდებული რეალურად ჩვენში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამ ხრივ გამოცდილება, ტრაგიკული გამოცდილება მიღებული გვაქვს. ამან იმუშავა, თორემ იმან, რომ ამერიკას თუ ევროპას უნდოდა ჩვენი ჩართვა ომში, ამ ნაწილს, ამ პროპაგანდის ბევრად ნაკლებად და მე არ ვიცი არავინ, ვინც ეს დაიჯერა და ვინცაც დღეს ეს ჯერას. ტოტალური აბსურდი არის და ძალიან ბევრი სხვა მაგალითები არსებობს, რომ არავინ სხვა არ ჩაუთრებიათ ომში, არც მოლდოვა, არც სომხეთი და რატომღაც ჩვენი ჩართვა ესოდენ მნიშვნელოვანი იქნებოდა. ძალიან ვისაც რამე ესმის სტრატეგიის ან სამხედრო საკითხების, იმას კარგად ესმის, რომ ამას არანაირი ლოგიკაც არ ექნებოდა, რამე პოლიტიკური ლოგიკა რო ყოფილიყო ამის უკან. ასე რომ დავივიწყოთ ეს რაღაცა ბოდვა, ასევე გავმაგრდეთ და დავინახოთ ის, რომ ეს პროპაგანდა უფრო ვრცლად, რომელიც ეხება ომს და მშვიდობას, ეს არის ძალიან მაცთური პროპაგანდა, იმიტომ რეალურად დღეს საქართველოში ეს ქართულ ოცნებას არ მოაქვს მშვიდობა. პირიქით, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გამოცხადებული არის ომი რეჟიმის მიერ თავის მოსახლეობის წინააღმდეგ. და ეს არის ბევრად უარესი ომი, ეს არის ომი, რომელიც ხლისჩავს ორად ქვეყანას და არაფერი ამისგან არ შეიძლება რომ დადებითი გამოვიდეს და ეს არის ძალიან უკან დამხევი ქვეყნისთვის ზოგადად და საზოგადოებისთვის კერძოდ. როგორ ფიქრობთ, ანაკლიის
პროექტზე ჩინეთისთვის უარის თქმა ბოლოდროინდელი ამერიკული გავლენის შედეგი იყო? არ ამგონია ჯერ ერთი რომ ჩვენგან ყოფილიყო უარი ჩინელებზე, არაფერი არ ვიცით იმის შესახებ თუ რა მომენტში შეწყდა ის მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტზე ჩინელებთან, ვინ თქვა ვარი ჩინელებმა, იმიტომ რომ რაღაცა მათი მოთხოვნები მეტი იყო თუ ჯერჯერობით არ სურთ, თუ ჩვენ ვთქვით ვარი ამ მომენტში. მე არ გამიგია რამე ზეწოლა პირდაპირ ამერიკის ამ საკითხზე. ნახოთ, რაც არ ვიცით და ძალიან ძნელი არის ამის შესახებ კომენტარის გაკეთება. ნონა ნოდია, კობახიძე ხშირად ამბობს, რომ Deep State საქართველოში ომი და არეულობა სურთ. თქვენ, როდესაც იყავით საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა უშუალო ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან, ხშირი ვიზიტები, სადაც პატივით ხვდებოდნენ. თუ გქონიათ მათგან რაიმე სახის მინიშნება, თუნდაც არაპირდაპირი ამ საკითხზე, შეგიძლიათ ახლა უთხრათ საზოგადოებას სიმართლე. სიმართლეს ვეტყვი საზოგადოებას, არც ერთხელ, არც ერთ შემთხვევაში, არც კონფერენციებზე, არც პირდაპირ შეხვედრებზე, არც იმ ოფიციალურ ფორუმებზე, სადაც ვიყავი მიწვეული, არც იმ პირად კონტაქტებზე, როცა მე პირადად ვიცნობდი ზოგ ლიდერს და დახურულ კარს მიღმა ხვდებოდი, არსად არასოდეს არ გამიგია არავისგან, არა თუ რამე მოთხოვნა რომ ჩვენ ჩავერთოთ ომში და არამედ მსჯელობაც არ გამიგია ამ საკითხზე, რომ აი გაგვიგია რომ ვიღაცები ამის მომხრე არიან, თქვენ რაც ფიქრობთ, ამ ფორმითაც არც ერთხელ არასოდეს არავისგან ასეთი რამე არ გამიგია. როგორ უნდა აღდგეს დასავლელი პარტნიორების ნდობა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ? ეს არის საკითხი, რომელიც მე ძალიან მაღელვებს. ეს არის ის საკითხი, რომელიც მე არ მაღელვებს. იმიტომ რომ არაერთხელ და ბოლო პერიოდშიც, ახლა ბოლო ეს რეზოლუციები რაც მივიღეთ ევროკავშირისგან და ევროპულ საბჭოსგან, ორივე, რომელიც ძალიან ვრცელი არის და ძალიან კარგად დაფუძნებული იმ რეალობაზე, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში, ორივე და ყველა განცხადებები, რაც გვსმენია ბოლო პერიოდში, ეს იქნება ავსტრიის საგარეო მინისტრის თუ კაია კალასის თუ სხვების, ყველა იმას მიუთითებს, რომ მხარდაჭერა საქართველოს საზოგადოების მიმართ არ არის შეცვლილი, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხვდებიან, რომ განწყობა საზოგადოებაში ევროპის მიმართ არ არის შეცვლილი. და ამიტომ ის მზადყოფნა და მე ყოველ შეხვედრაზე, რაც არა მაქვს, ან ყოველ საჯარო განცხადებაში, სადაც მომცემენ საშუალებას, რომ სიტყვით გამოვიდე, ყველგან სწორედ ამას ვუსვამ ხაზს, რომ მზად უნდა იყვნენ, რომ ძალიან სწრაფად, როგორც კი შეიცვლება ის რეჟიმი, რომელიც აფერხებს და აჩერებს და ყინავს საქართველოს მსვლელობას ევროკავშირის მიმართულებით და დასავლეთის მიმართულებით ზოგადად. როგორც კი ეს შეიცვლება და როგორც კი მოვა ის ძალა, რომელიც ასახავს საზოგადოების მოთხოვნას, რომ დაუბრუნდეთ ჩვენ ევროპულ გზას, ისინი უნდა იყვნენ და არიან, ამისი თქმა შემიძლია, მზად რომ ძალიან სწრაფად დაგვაბრუნონ იმ ეტაპებზე, რომელზედაც უნდა ყოფილიყავით, ესენი რომ არ ყოფილიყვნენ და ამათ რომ არ მიეღოთ ყველა ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩამოგვაშორა ამ ჩვენი გზისგან და რეალურად გაგვყინა იზოლაციაში. ნინა ალიბეგაშვილი გვეუბნება, რას ეტყოდით ტრამპის წერილით აღფრთოვანებულ ქოცებს? რომ გადახედონ ყველა იმ პასუხებს, რაც მოგდის საგარეოში პროტოკოლის განყოფილებაში, ყველა ქვეყნიდან, რომელსაც ულოცავთ თავის დამოუკიდებლობის დღეს თუ რომელიმე დღესასწაულს. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პასუხი მილოცვაზე.
ლალი კუპრაშვილი, თუ საქართველოში მართლაც 90 პოლიტიკური პატიმარია, როგორც ჩვენი არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რატომ ვერ იქცა მათი გათავისუფლება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან ნებისმიერი პოლიტიკური დიალოგის წინაპირობად? დიალოგზე საუბარი არ არის დღის წესრიგში, ანუ დიალოგის წინაპირობაც რეალურად არ არის, მაგრამ ყველა განცხადება, რაც გაკეთდა, კიდევ ერთხელ ვახსენებ ამ ბოლო პერიოდის რეზოლუციებს, მაგრამ ასევე ევროკავშირის ლიდერების ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ივნისის ბოლოს ყველაში ნათქვამი არის, რომ სინდისის პატიმრების, პოლიტიკურ პატიმრების განთავისუფლება და იმ პირობების შესრულება, იმ რეკომენდაციების შესრულება, რაც ეხება სასამართლოს ადამიანის უფლებებს, ეს ყველაფერი დგას დღის წესრიგში და ამის გარეშე არაფერი, არანაირი სიახლე ვერ იქნება და როგორც ვხედავთ, ამიტომ გრძელდება ის იზოლაცია, რომელშიდაც იმყოფება ქართული ოცნება და ვერაფრით ვერ მოახერხა ვერავისთან ის გადალაგება, რომელსაც გვპირდება ამდენი ხანია. ნათია ხახალაშვილი, ალე კოელისაშვილის 13 წლიანი განაჩენი. რას ნიშნავს ეს? ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული საქმის განაჩენია თუ პოლიტიკური გზავნილია მთლიანად ოპოზიციისა და ქართული საზოგადოების მიმართ? ეს არის ნიშანი, რომ ამ რეჟიმმა არ იცის სად უნდა გაჩერდეს, არანაირი ზომიერება აღარ გააჩნია და არის რაღაცნაირად იმ პარანოიაში გადასული, როცა ერთ რეპრესიულ კანონს მოყვება ასეთი განაჩენი და აღარ იცის რითი გააჩეროს პროტესტი, რითი უფრო კიდევ დააშინოს ხალხი და რეალურად ვერ აშინებს უფრო თავის მომხრეებს და თავის კორუმპირებულ მომხრეებს, ვიდრე აშინებს იმ თავისუფალ საზოგადოებას, რომელიც მზად არის, რომ ბოლომდე დაიცვას თავი და მე მინდა მხოლოდ ის გამოთქვა, რომ მიმაჩნია, რომ აქ ადამიანური უკვე არაფერი აღარ არის, როცა 13 წლით სვამ ადამიანის ციხეში, როცა ჯერ არაფერი გარკვეული ბოლომდე არ არის. ეს უბედური რუსები რომ დარჩნენ საწვავის და ინტერნეტის გარეშე, საქართველოს როგორ გადაურჩება მათ შემოდინებას? მე ადრე ვთქვი პირველ შემოდინებაზე, რომ ჩვენ უთუოდ უნდა მიგვეღო თავის დროზე ჯერ ერთი უსაფრთხოების საბჭოს დაძახება იყო მაშინ საჭირო და ამ საკითხის განხილვა იმისთვის, რომ ჩვენ ხელში აგვეღო ის ინსტრუმენტები, რომელიც მოგცემდა საშუალებას, რომ რაღაცა კონტროლი მაინც დაწესებულიყო. ეს არ ნიშნავდა არ შემოშვა ადამიანების, მაგრამ იმ მაგალითად ვიზის შეზღუდვა, რომელიც დღეს არის ერთწლიანი და თუ გახვალ ან თურქეთში, ან სომხეთში შემოხვალ, ისევე ერთი წლით გიგრძელდება ეს ვიზა. ამიტომ რაღაცა ზომების მიღება შესაძლებელი იყო. არაფერი არ მიგვიღია, ჩვენ არ ვიცით იმ მასაში, რომელიც შემოვიდა საქართველოში და დღეს კიდევ აქ ცხოვრობს დაახლოებით მე მგონი, თუმცა სტატისტიკა ზუსტი არ გვაქვს, 70,000 დაახლოებით ადამიანი შემოსული. არც ის არ ვიცით, როგორ იხდიან გადასახადებს თავიანთ რაღაცა კაფეებზე და კერძო წამოწყებულ საქმეებზე. არც ის არ ვიცით, ვინ არიან, ამ რაოდენობაში რამდენი არის, რომელიც სპეციალურად შემოგზავნილი არის და როგორც ვიცით და ვიცნობთ რუსულ სისტემას და რეჟიმს, არ არსებობს, რომ ისინი არ სარგებლობდნენ ამ მოვლენებით იმისთვის, რომ შემოუშვან აქა რამოდენიმე ათეული თუ ასეული პროვოკატორი და ამ პროვოკაციებს კიდევაც ვხედავთ ბოლო პერიოდში. რაც ეხება ახალ დინებას, რაც შეიძლება შემოვიდეს, ალბათ შეიძლება რომ პუტინის იმედი ქონდეს, იმიტომ ის აპირებს რომ ახალი მობილიზაცია გამოაცხადოს და ამის გამო ალბათ ჩაკეტავს თვითონ იმ საზღვრებს, რომელსაც ჩვენი რეჟიმი ვერ კეტავს და არ კეტავს, იმიტომ რომ საერთოდ ჩვენი საზღვრების დაცვა რა არის, არ იცის.
მაკა ხარატი, რა უფრო დიდი საფრთხეა დღეს საქართველოსთვის? მითიური deep state-ი, რომლის უკანაც არ ვიცით ვინ დგას, თუ რეალური ქვეყნის იზოლაცია? იზოლაცია არის რეალური, არის დღევანდელი, ვხედავთ მის შედეგს ყველანაირად და ეს ვრცელდება ყველა ადამიანზე, ყველა მოქალაქეზე. Deep state-ი არა მხოლოდ მითიური არის, მაგრამ მითიური არის თვით იმათვის, ვინც გამოაცხადეს ეს მითი, ანუ ქართული ოცნების ლიდერებისთვის, იმიტომ რომ ხან ტრამპს ეძახიან deep state-ს, ხან არ ეძახიან, ხან ებრძვისო deep state-სო, ხან თვითონ არის და მე მგონი თვითონაც ვერ გაერკვიეთს იმაში, თუ ვინ არის, სად არის და როგორ მოქმედებს ეს deep state-ი. თქვენი აზრით ის ბიზნეს 26 მაისის ქარტი უჩინარში შექმნა თუ deep state-მა? ალბათ deep state-მა. ნინო ნადიბაიძე, თქვენ ხშირად დადიხართ ვიზიტებში საზღვარგარეთ. რა სქემით აპირებთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იზოლაცია აიცილოთ თავიდან, აგვაცილოთ ჩვენს? ჯერითი იმითი, რომ ჩემი სხვადასხვა ვიზიტების ან მონაწილეობის სხვადასხვა ფორუმებში არის ერთი და მთავარი, რომ სწორედ ყველას გავახსენო საქართველოში რა ხდება, ანუ ეს გამოყვანა იზოლაციიდან ასე ხდება. იმიტომ დღეს ჟურნალისტები, საერთაშორისო უცხო ჟურნალისტები ნაკლებად ჩამოდიან საქართველოში, იმიტომ ბევრად აქტიური კრიზისები არის ბევრ სხვა ადგილას და მათი ინტერესი ნაკლებად არის დღევანდელ დღეს საქართველოს მიმართ და რუსთაველზე მოვლენების მიმართ. ამიტომ საჭირო არის, რომ გავახსენოთ, ყურადღება მოვითხოვოთ და დეტალურად მოუყვეთ კიდევ ერთხელ თუ რა ხდება საქართველოში და თუ რამდენად ეს არ არის მხოლოდ ის, რაც ხდება საქართველოში, არამედ ის, რაც შეიძლება ხვალ მოხდეს სხვა ქვეყნებში და ვნახეთ, რომ რუმინეთში იყო ასეთი მცდელობა, ასევე არჩევნების გაყალბების, ასევე პროპაგანდის, მოლდოვაში ასევე გავლილი აქვთ, ვიცით, რომ სომხეთშიც იყო ძალიან ბევრი მცდელობა, სომხეთი იყო იმდენად დაცული ევროპელი პარტნიორებისგან და ამერიკისგან, რომ ამ ყველაფერმა ვერ იმოქმედა, მაგრამ ეს საფრთხე არ არის მხოლოდ ჩვენი, არის ერთობლივი ყველა იმ ქვეყნის, რომელიც არ არის მზად, რომ დაიმორჩილოს რუსეთის პროპაგანდას და რუსეთის გავლენას. ძლიერ წვიმასაც ვერ უმკლავდება თბილისი. გაგიგიათ ასეთი რაღაცა? ჯობია კალაძემ უმიკროფონოდ ილაპარაკოს ლაივებში და საქმე აკეთოს. კალაძესგან სხვათა შორის, როცა ბოლოს ხმა დაუბრუნდა, მოვისმინე, რომ თურმე ეს ყველგან ხდებაო, სხვა ქალაქებშიცო, რომელიც ბევრად უფრო ჩვენზე განვითარებული არისო. მე ეს პირველად მესმის, რომ თურმე სხვა ქვეყნები და სხვა ქალაქები ჩვენზე უფრო განვითარებული ყოფილა. მე პირიქით მეგონა, რომ ქართული ოცნების პირობებში ჩვენ ვიყავით წამყვანი ეკონომიკა, წამყვანი ქალაქები და ასე შემდეგ. მოკლედ ეს აღიარებითი ჩვენება საინტერესო არის. მეორე არის, რომ კარგი იქნება, რომ ვრცელი ჩანაწერების მაგივრად მიხედოს პირველ რიგში წერეთლის გამზირს, რომელშიდაც ამდენი თანხები დაიხარჯა ცოტა ხნის წინ და ვერ უმკლავდება სანიაღვრები, როგორც ჩანს, არ გაკეთდა თუ ვერ გაკეთდა. ალბათ საჭირო არის, რომ გამოირკვიოს კალაძემ, როგორც მერი და როგორც პასუხისგებელი ყველაფერზე. გამოირკვიოს, ვინ იყო ამ ტენდერზე პასუხისგებელი და ალბათ ვინმე არის პასუხისგებლობაში მისაცემი, იმიტომ რომ არ შესრულდა ეს სამუშაოები, როგორც უნდა შესრულებულიყო. ასევე ვარკეთილის მეტროზე და ასევე ყველა იმ ადგილზე, სადაც ხდება წარმოუდგენელი რამ. ეს ყველაფერი არის უშუალოდ კალაძეს პასუხისგებლობა, ერთი რომ გამოავლინოს, ვინ არის კონკრეტულად დამნაშავე ამ საკითხებში, ვინ იშოვა დიდი ფული და დახარჯა მხოლოდ ძალიან
პატარა ნაწილია მისი, რამდენი გადაეცა სხვებს. ეს მისი პასუხისგებლობა არის და ძალიან ვშიშობ, რა მოხდება ხვალ რუსთაველზე, თუ რუსთაველიც გაკეთდა იმავე მეთოდებით, როგორც ბოლო პერიოდის ყველა სამუშაო, ესე იგი, არა სრულყოფილად, არა წესიერად და მე ვხედავთ ჩვენ შედეგს და შედეგი როცა დგება, გვეუბნებიან, რომ ეს არის ბუნებრივი მოვლენა ყველგან. კიდევ ერთი რამ რუსთაველზე ძალიან უცნაური არის კიდევ როგორ აკეთებენ ამ რუსთაველის რემონტს, როცა მთლიანად რუსთაველს კეტავენ. ერთი ბოლოდან მეორემდე. ეს არ ხდება არსად, აი განვითარებულ ქალაქებში, საერთოდ ან ნახევარს ტოვებენ ღიად, ან ნაწილ მიდის რემონტი, როგორც ჩანს. ვერ მოახერხეს ვერაფერი, რომ პროტესტი და მარშები გაეჩერებინათ, შეაშენებინათ ხალხი, ტროტუარებზე გაჩერებამაც არ უშველათ, სანამ არ გადაკეტეს ქალაქი, ვერაფერს ვერ მიაღწიეს და ესეც არის ძალიან მაჩვენებელი იმისი, თუ რამდენად რეალურად სუსტები არიან დღეს და ეს სისუსტე ყველაფერში ჩანს და რაც მეტი სისუსტეს სწავლენენ, მეტი რეპრესიები ცხადია, ეს არის მათი პასუხი, მათ შინაგან სისუსტეზე, ამიტომ უნდა ამასაც ველოდოთ, მაგრამ რეალურად ეს ძალიან არსებითი შინაგანი შიში არის, რომელიც მათ ამოძრავებს. დიმიტრი ქართველიშვილის კითხვა არის ეროვნული ბანკის მიერ ქართული კრიპტოვალუტაზე მომუშავე კომპანიების დაჯარიმება. ძალიან საინტერესოა, რას უნდა ნიშნავდეს ეს დღეს, ეს გადაწყვეტილება, როცა დაჯარიმებული კომპანიები ხოცებთან დაკავშირებული ადამიანების კომპანიებია. ძალიან საინტერესო თემა არის, თუმცა მე კონკრეტულად ამ კომპანიების არსებობაზე და ფაქტები, რაც ამის უკან დგას, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რამოდენიმე რამე არის, რაც შეიძლება ითქვას. ერთი ეს კრიპტოვალუტა და მაინინგი, რაც ხდება საქართველოში, დიდ მასშტაბიანი არის, ეს იქნება სვანეთში თუ დღეს უკვე გორთან ვნახეთ, თუ რა სიჩქარით უცებ ეს ქარის ცისკვილები უცებ დაიდგა ერთ-ორ დღეში. ესე იგი ვიღაცას ძალიან აინტერესებს და ვიღაცა ძალიან დიდ ფულს აკეთებს ამითი და უცებ ეროვნული ბანკი აჯარიმებს პატარა კომპანიებს, ადამიანების, რომლებიც სხვათა შორის არიან დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან, მაგრამ აჯარიმებს რაღაცა სასაცილო თანხებით. როცა ნებისმიერ რიგით მოქალაქეს აჯარიმებენ 5,000-ით და მეტით რამოდენიმეჯერ ტროტუარზე დგომისთვის, ესენი ვითომც რაღაცა სერიოზულ ჩვენ კანონებს არ ახსენებენ საერთაშორისო სანქციებს, მაგრამ ალბათ ესეც რაღაცნაირად დაკავშირებული არის. ამას არღვევენ და ამ დროს რაღაც 3,000 ლარი თურმე და სასაცილო თანხები. მე ვინ არიან ეს ადამიანები? სესიაშვილი, რომელიც არის პრინციპში იყო და ალბათ დარჩა სამხედრო ექსპერტი ქართული ოცნების, ორმაგი მოქალაქე თურმე, ასე გავიგე, ხლა მე ამისი დამადასტურებელი ფაქტები არა მაქვს, მაგრამ გავიგე, რომ არის და ესეც ძალიან უცნაური არის, რომ ადამიანი, რომელიც სამხედრო საკითხების ექსპერტი არის, რუსეთის მოქალაქე არის ამავე დროს და ჩართული რაღაცა არა კანონიერ ქმედებებში. მეორე არის პაპაშვილი, რომელიც ცნობილი არის როგორც ერთ-ერთი ნამდვილი სერიოზული მხარდამჭერი ასევე ქართული ოცნების და იმასაც, რომელსაც მილიონები აქვს, იმასაც აჯარიმებენ რაღაც 3,000, 5,000 არასერიოზული თანხები. ასე რომ ეს მე მგონი არის უფრო რაღაც მოჩვენებითი, რომ ჩვენ ამ საკითხს მივდექით სერიოზულად და ამ დროს არ ეხება იმ სერიოზულ კრიპტოვალუტაში მომუშავე ფირმებს, რომელიც მართლაც ძალიან დიდ თანხებთან არიან დაკავშირებული.
ქალბატონო პრეზიდენტო, მარიამი მოგონატრა გაალომეზე წინა ლაივიო. მარიამი დროებით ბოდიშსიხთის დაბრუნდა საფრანგეთში და ჩამოვა აგვისტოში. აქტიურად გვიგზავნიან TikTok-ზე ქოინებს. დიდი მადლობა, ეს არის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი. ამას ქვია crowdfunding-ი, ანუ საზოგადოებისგან რაღაცა მხარდაჭერა ფინანსური, რომელიც დღეს ყველას სჭირდება, იმიტომ რომ ყველანი ვართ უკვე ჩვენ თავზე დამოკიდებული და არა მხოლოდ მე არ მეხება, ეხება ჩვენ მედიას, ყველა არასამთავრობოებს, ყველა იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ დღევანდელ ბრძოლაში ღებულობენ მონაწილეობას და საჭირო არის, რომ ეს მორალურიც და ფინანსური მხარდაჭერა ჩანდეს. რა დროს შენებიდან გრევა ხალხი გვეგუპება უფლობის გამო, ვერ მკურნალობენ ოპერაციებს, ვერ იკეთებენ, უჭმელები არიან. არა, ძალიან დიდი დანაშაული არის და სკანდალური დანაშაული ის რაც ხდება რიყეზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი და ეს უკვე თქვი მე მგონი წინა გადაცემაში უზარმაზარი თანხები ჩვენი ბიუჯეტიდან, ესე იგი თქვენი ფულიდან დაიხარჯა ამ დოქების აშენებისთვის და შემდეგ იქნა სრულიად მიტოვებული, აქ არ არის ლაპარაკი ვის მოწონს და ვის არ მოწონს. იმ მომენტიდან, როცა ბიუჯეტიდან არის თანხები დახარჯული, ეს უკვე არის თქვენი თანხა და თქვენ უნდა აძლევდეთ ვინმეს უფლებას იმისი, რომ კიდევ ერთხელ დაიხარჯოს, არ ვიცი 20 მილიონზე არის საუბარი, იმისთვის, რომ დაინგრეს. და ჯერ ერთი ეს გრევა რა არის? არც ერთი რეჟიმი, არც ერთი სახელმწიფო ნგრევით არ ვითარდება და ნგრევა არაფრის მომტანი არის არავისთვის. ამას ჯობია რომ მოიფიქრო, როგორ შეიძლება უფრო კარგად გამოყენებული იყოს და ვიცი მე პირადად ვიცი როგორი ბევრი პროექტი იყო სწორედ და საინტერესო პროექტი იმისთვის რომ ახალი რაღაცა სიცოცხლე ქონოდა ამ რიყეს და ამ დოქებს და ამ მიმართულებით უნდა იფიქრო შენ როცა ხარ პასუხისგებელი ქვეყანაზე და არა იმითი რომ რა დავანგრიო, იმიტომ რომ არ მომწონს და არ მომწონდა წინა რეჟიმი. ლევილში რა ხდება საერთოდ? კი, მაგრამ ქართული საგანძური და მრავალი წერტილი აქვს. კითხეთ თეატრ ლუკიანს და სხვათა შორის ვინმე უნდა იკითხოს რამდენი და რა თანხები დაიხარჯა ამ ლევილის აღდგენაში თუ არ აღდგენაში, პირადად არ ვიცი რა ხდება და არავინ არ იცის პარიზში იმ ძველი ემიგრაციიდან თუ ახალი ემიგრაციიდან, იმიტომ რომ ჩაკეტილია ლევილი, არავის არ უშვებენ, არ ვიცი ამ წელს ჩაატარებენ ღირად ძვირად ღირებულ რაღაც ღონისძიებებს, რომელიც ტარდება წინა ზაფხულის პერიოდში ჩატარდა და რაღაც 50 კაცისთვის ხან თეატრალური ღონისძიება იყო და ხან სიმღერები, ეს მე პირადად არ ვიცი და საგანძური არ ვიცი რას გულისხმობთ, 16 თაყაიშვილმა ჩამოიტანა სრულყოფილად ის საგანძური და ეს ვინმე თუ არ იცის სამწუხაროა. წინა 2024-ის არჩევნებიც მოვიდეთ და დავიცავით? არა, არ დავიცავით საკმარისად. მე მგონი ვიყავით და ესეც არაერთხელ მithქვამს, ცოტა ვიყავით ეფორიაში, იმიტომ ეს მოყვებოდა ყველა იმ დიდ მასობრივ დემონსტრაციებს, რაც იყო განუწყვეტლად წინა პერიოდში და ვთვლიდით, რომ საკმარისი იყო და მე თვითონაც მithქვამს. საკმარისი იყო, რომ მობილიზაცია ყოფილიყო სრულყოფილად ჩვენი ახალგაზრდების და დიასპორის, რომ ჩვენ თავისთავად დაცული იქნებოდა ეს ხმები, მოგებულიც და დაცულიც. ამიტომ მე მგონი, რომ სხვა ნაერად უნდა იყოს მოფიქრებული
როგორ რეალურად ყველგან ვიცით კომისიებში რაც ხდებოდა და როგორ არ იყო დაცული რეალურად ხმები კომისიებში და ასე შემდეგ. ასე რომ ძალიან ბევრი სამუშაო არის, საფიქრალიც და სამუშაოც ამ კუთხით და ეს არის აუცილებელი. ამას ვეღარ დავუშვებთ. TikTok-ზე სოსო გვიწერს პრეზიდენტო თავიდანვე მიყვარდით და ერთადერთი პოლიტიკოსი ხართ, ვინც იმედი არ გამიცრუა. იმედი მაქვს არც შემდეგში. ჩვენ ამოვწურეთ დღეს, სულ ეს იყო კითხვები, შევხვდებით მომავალ კვირას. შევხვდებით მომავალ კვირას. მადლობთ.